მოგესალმებით, დღევანდელი ვიდეო თემა ეს არის ნემსის სწორად გაკეთება. რადგან არასწორი გაკეთების შედეგად მოგეხსენებათ ხშირია ხოლმე კუნთის გამაგრებები, პატარა ბურთულების წარმოქმნა, რაც დამატებით პრობლემას უქმნის ექიმს ხოლმე კუნალობისას, რადგან ეს გამაგრებები ზუსტად აი ნერვთან ხშირად არის ხოლმე გამაგრება, საჯდომ ნერვთან, ან კუნთს სპაზმავს და არ აძლევს საშუალებას კუნთი გაიხსნას და ეს კუნთი უკვე დამატებით აწვება ნერვს და ქმნის დამატებით პრობლემას. ამიტომ როდესაც მოდის პაციენტი თქვა თიაქრის ან კუნალთან პროტრუზების ან ზოგის არეში ტკივილები აქვს, წელის არეში ტკივილები აქვს და გინდა რომ ამას უკუნავ და მკუნალობ, პრობლემა არის ხოლმე ტკივილი არ გადის და პაციენტი მეუბნება აი ტკივილი მაინც გადამცემს ფეხზე და აღმოჩნდება რომ ეს გამაგრება ზის ზუსტად იმ ნერვზე როგორც აღნიშნე და ფაქტობრივად გამოდის რომ დაავადების კუნალობაზე კი არ გადადიხარ რის გამოც მოვიდა ამ გამაგრებების კუნალობა გიწევს და კუნალობის შედეგი იწელება ხოლმე. ამიტომ გაითვალისწინეთ რჩევები, ახლა რასაც გეტყვით. სამწუხაროდ უნდა აღვნიშნო, რომ მარტო ნემსის გაკეთება არა, მეპარება, რომ ამის მიზეზი ასევე არის მედიკამენტები, რომელიც ვატყობთ და ბევრი ამჩნევს, რომ დაგვეპარება მის ხარისხში. და ვფიქრობ, რომ ეს წამლის კომპონენტებიც განსაზღვრავს დამატებით ამ სიმაგრეებს. როგორ ვიწყებთ ნემსისთვის მომზადებას, რომ გავაკეთოთ? რა წესები უნდა გავითვალისწინოთ? პირველ რიგში რა თქმა უნდა ხელის დაბანა. მეორე, როდესაც წამლის ვამზადებთ გასაკეთებლად, ამპულა იქნება თუ ზეთოვანი წამალი, ხელში გაათბეთ, რომ გამთბარი წამალი უფრო ადვილად გაიწოვება კუნთში. თუ ზეთოვანი, ნიტრიტეს თუ ზეთოვანია. შემდეგი ნიუანსი, თუ წამალს იღებთ ბოთლიდან, რომელსაც აქვს რეზინის თავსახური, ხო? აუცილებლად როდესაც ამოიღებთ წამალს, ის ნემსი, რომლითაც წამალი ამოიღეთ, მოხსენით და ახალი ნემსი დააყენეთ. რატომ? შეიძლება მოხდეს ისე, რომ ამოღებისას ეს რეზინის ნაწილაკი შევიდეს, უწვრილესი ნაწილაკი შევიდეს ნემსში და შიგნით ორგანიზმში მოხვედრისას სხვა რაღაც პრობლემები გამოიწვევს იმ პატარა ნაწილაკმაც კი. შემდგომში რას ვითვალისწინებთ? ნემსის კეთებისას აუცილებლად უნდა დავხაზოთ ეს ჯვარის ფორმა, ხედავთ სურათზე და კუნთის ზედა მარჯვენა მეოთხედში ვაკეთებთ გაკეთებას. ნემსი არ უნდა იყოს დახრილ კუთხით, როგორც სურათზეა მოცემული და არც უნდა იყოს ბოლომდე ჩასული. აი ნემსი რო დაყოთ სამ ნაწილად და 2/3 ქვევით იყოს კუნთში, 1/3 ზევით. ასევე როდესაც სპირტით წმინდავთ გაკეთების წინ გაწმინდავ და შემდგომ გაკეთების შემდეგ არ არის მაინც საჭირო ბევრი ეს მასაჟირება აკეთოთ. აი ეს ნიუანსები გაითვალისწინეთ. იმ შემთხვევაში თუ მოხდა გამაგრება, ხო, რასაც ვაკურდები ყველაზე კარგად მუშაობს პაციენტებთანაც დავყურები ვარ, ეს არის კომბოსტოს ფურცლის დადება. განსაკუთრებით თაფსაც უსმევენ ხოლმე და დადებას აკეთებენ, შემდგომ ცელოფანი და ესე საცვალს ამოიცნოთ შემდეგ. და ეს საკმაოდ სწრაფად ახდენს გაწოვას. პრობლემები რა არის ხოლმე თუ ეს გამაგრება მოხდა. აი როგორც სურათზე ხედავთ, მოხდა დაჩქება და ოპერაცია ჩატარდა. და ხედავთ როგორი ნაწიბური აქვს. და ამ ნაწიბურმა შეხედეთ ნაკერის შედეგად დამატებით პრობლემა შექმნა. რატომ? რომ ეს კუნთი არის შეკუმშული, არის ნაწიბური და ეს ნაწიბური აწვება ნერვს. და პაციენტი მეუბნება რომ კუნალობა ამშველის და ამშველის იმიტომ კუნთია გათიშული ნერვზე ზის. და ეს იწვევს ამ ტკივილს პრობლემას და ვერ ხსნით ტკივილს და უყურებთ რომ თქვათ იმის გამო როგორმე ეს ნაწიბური გაახსნა ეს ჩინური ნემსი მაქვს ნაწიბურში გაყრილი რომ იქ გარკვეული ცირკულაცია, გარკვეული გაღიზიანება მოახდინო რომ იქ სტრუქტურა დაიშალოს, ვაკეთებთ ხო მასაჟირებას რომ გაიხსნას ქსოვილი, ცირკულაცია წავიდეს ნაწიბურში, ნაკერში რომ ორგანიზმმა აღდგენა მოახდინოს, კუნთი გაიშალოს რომ ზეწოლა მოიხსნას ნერვისგან. ხო, აი ეს იყო რაც მინდა მეთქვა და გაითვალისწინეთ ეს რჩევები, ჯანმრთელობას გისურვებთ.